მოგესალმებით ყველას. დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ პატარა შეკრებასავით მოგვეწყო. გაგვეხსენებინა ძველი დრო. საკმაოდ დიდი ხანია არ შევკრებილ ვართ. ზოგმა ახალი მანქანა იყიდა. მოდით ვნახოთ ერთად ვის რა მანქანა ყავს და ასევე ერთი-ორი სიტყვით გავესაუბროთ მათაც. What's up? ჩემი ლაღე გადგლინ. Здорово, ხმაური შევქმნა. They use cucumbers, they use bananas and other metallized ones, and they put it inside themselves. Mafioso. It's the motherfucking Eagle Double G. Snoop Dogg. დღეს შევიკრიბეთ მე ჯარჯი და ჩვენი მეგობრები ილია და კახა, რომელიც ნუშანტე გამოჩნდებიან კადრში. Skyline-ით გამოვედით. ლეგენდარული RB25. ნუ რა შეიძლება თქვა ხა მანქანას სტანდარტ სტოკი ძრავი არის, ანუ არაფერი არ აქვს აკეთებული. მოყენია დიდი ფაიფინგი, დიდი ინტერკულერი, სოკო ფილტრი. კიდე ყველაზე მთავარი რაც უყენია ეს არის ბლოკირებული ხიდაში მიგებული არის 100%-ზე ბლოკავს, ნუ ძალიან მაგარია მაგ-ხრივ. დანარჩენი GTR-ის პორშინები აქვს ძრავს ერთადერთი. დაკიდების სისტემა ყენია საკმაოდ ხისტი, აი შეგიძლიათ აქაც ვაჩვენო. 25 პოზიცია აქვს. ნუ შეგიძლიათ დაარეგულირო. ანუ წინა და უკანა წესია. სტოკი არისო და პროსტო დიდი კულერია ყენია, პორშინებია GTR-ისო და დარჩა სტოკია სულ. ერთი ეგამიხსენი, რანაირად არის GTR-ის პორშინები RB25-ში, სად ეტევა, როგორ ეტევა? ნუ გადაწყვეტესო ჩაეტია. ნუ ესე არის, ანუ ეგრე გადაწყდა რომ ჩატეულიყო GTR-ის პორშინი, როგორც ჩანს RB25-ში GTR-ის პორშინები ეტევა. რაც შეეხება ახლა სალონს, ანუ სალონში აყენია ნარდის საჭე, ბუსტის დაჩიკი მექანიკური, ბლიცის, ნისმოს შიფტერი. დანარჩენი ყველაფერი სტანდარტულად სიდენიები, არაფერი ამოღებული არ არის. პანელი არის მოხსნილი, უბრალოდ რომ შესაძლებელი იყო და მეტი არაფერი. და ამ მანქანის სიამაყეა 4 ინჩიანი ვიხლოპი. აი ამ არ ჯობია არაფერი. ანუ ქალის ტრასაც ჯობია ეს, ხვდებით? It was at this moment he knew. He fucked up. ნუ ხანდა. უნდა მავაზრო? არო. აი ეს არის ჩემი კლუბი. მოგესალმებით, მე ვარ ილია. ეს არის ჩემი მანქანა, ჩემი კომპაქტი. ეს კომპაქტი ცოტა ასე ვთქვათ. ესე იგი, ამ კომპაქტს ზედა ქონდა რა, თავიდან ბოლომდე. აი. ხოდა. აი, გამარჯობა ცოტა, დააროვა ამ კომპაქტს ხოდა და ეს მანქანა რო შევიძინე, მაგის ძრავი იყო, სტუკის პირას რა. ჩემ ხელში დაისტუკა რა თქმა უნდა. მე ამოვიღეთ ძველი ძრავი M50 იყო. ჩავდეთ იგივე M50, როგორც კარგი 6 ცილინდრიანი. და რავი, იმის მერე ვხოვდავთ, ბევრი რაღაცა არის შესვლილი საერთოდ. ვიზუალი ხელახლა არის აწყობილი. ბოლო სიახლე რაც არის, ჩავადურეთ ხიდი, იმიტომ რომ ზამთარი მოდის და გართობა გვინდა. სალონი აწყობილი არის, რაღაც პრობლემები კი იყო, მაგრამ ყველაფერი აიწყო ქართულად. სუფთა მოვლილი კომპაქტი, როგორც იქნება, დაჯექი არის. ცოტა დიდი ძრავი კარგი იქნებოდა. რისთვის დაამატე ეგეთ. სასრიალოდ, საგონკაოდ და ასე შემდეგ. ხალხი გაფუჭებული მოხდა. ყოველდღიურობისთვის ორიდან ოლის რაც საკმარისია და გაერთობა კაცს. ფლა საკმარისია და კაცის გაერთობა რა რაღაც. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენი პირველი ოფიციალური შეკრება, ანუ ის მოვდივართ კითხანია ბავშვობიდან, ასე ვთქვათ, პატარაობიდან ვცნობთ ერთმანეთს, როგორც ხედავთ, ნუ ვცდილობთ რომ ჩვენი რაც გვინდა, ნუ შეძლების დაგვაყავდეს ის ავტომობილი, რომელიც გვიყვარს და მომავალ შეხვედრამდე დაგიბრუნდებით მალე. კარგად.
А есть под Оренбургом фонтанчик с черным дельфином. И в жизни видеть лишь раз его доводилось. Всем тем, кто проходили его мимо, фонтанчик с